როდესაც ფიზიკაზე ვსაუბრობთ, იშვიათად წარმოგვიდგენია ახალგაზრდა ქალი ამ სფეროში. ნინო კაკულია დამწყები მეცნიერია, რომელიც გვიყვება თავისი მოტივაციის, სირთულეებისა და ცოდნისაკენ სწრაფვის შესახებ. დაახლოებით მე-8 ან მე-9 კლასში გადაწყვეტილი მომენტი აღმოჩნდა ის შემთხვევაში, როდესაც ფიზიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა დაგვავალო შეგვიძლია მარტივი ელექტრული მოწყობილობა მე ბიძა ჩემის დახმარებით შევქმენი ეგრეთ წოდებული ხერხი, რომელიც პატარა წყალმოვარდნიან ელემენტზე და ძრავაზე მუშაობდა. როდესაც ეს მოწყობილობა ამუშავდა, უბედნიერესი ვიყავი და ჩემში გაიგვიცა პატარა ინჟინერმა გოგომ დიდი მიზნები, რომელსაც სურდა კიდევ უფრო დიდი, მნიშვნელოვანი და საჭირო მოწყობილობები შეექმნა. ჩემს გარშემო იყო ადამიანი, რომელსაც ფიზიკასთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა. ეს იყო ბაბუაჩემი, რეგიონში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფიზიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას. მე მართალია ბაბუაჩემი მეხსიერებაში არ მახსოვს, მაგრამ მისი წიგნები, რვეულები ამოხსნილი ამოცანები დღემდე ინახება ჩემს სახლში, რაც განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევდა იმისა, რომ კარგად მესწავლა ფიზიკა. თითქოს ვცნობდი, რომ მის მემკვიდრეობას ვაგრძელებდი იმით, რომ მე ფიზიკით ვიყავი დაინტერესებული. სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში. თითქოს ამბობენ, რომ გოგოს არ გამოუვა, ქალისთვის რთულია, ეს ქალის საქმე არ არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სქესი არაფერს განსაზღვრავს. სადაც გონება მუშაობს, იქ სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ქალები პირადად მეც, როდესაც წარმატებას ვაღწევთ ჩვენს საქმეში და რაღაც მიზანს ვაღწევთ, სტერეოტიპები ნელა ქრება და ეს სტერეოტიპები გადაიზრდება მხარდაჭერაში. უკვე ამბობენ, რომ უი არ მეგონა თუ გამოგივიდოდა ყოჩა და გიჭერენ მხარს. აძლევენ მოტივაციას, რაც ჩემთვის პირადად საამაყო, რადგან ჩემი ხშირად წვლილი შეიძლება იყოს იმ საქმეში, რასაც სტერეოტიპების დამსხვრევა ქვია. ფიქრობ, რომ ჩვენს დროში ეს პრობლემა არ არის, რადგან 21 საუკუნეში სკოლა და მასწავლებელი სქესის გამოშევა ზრუნავენ მოსწავლეებს მისცენ მოტივაცია შეისწავლონ სამეცნიერო საქმეები. ეს პრობლემა წლების წინ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ნელა ვითარდებით, მეც ვსწავლობ და ხვდებით, რომ თანაბარი შესაძლებლობები აქვს მამაკაცსაც და ქალსაც, გოგონასაც და ბიჭსაც. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან სკოლაში ეს პრობლემა არ დგას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან და შემიძლია იგივე ვთქვა, ჩემი მასწავლებლები ხედავდნენ ჩემში ნიჭს, მონდომებას და სურვილს იმისა, რომ მე ფიზიკა და მათემატიკა კარგად ვესწავლო და ისინი მუდამ მიჭერდნენ მხარს. ამჟამად ელექტროკარდიოგრაფიის პროექტზე ვმუშაობ. მეორე კურსელისთვის ამ პროექტის აღება და ამ პროექტზე მუშაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო და ამასთანავე საერთო, რადგან არ ვიცოდი ზუსტად გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გამოვიდა. დღეს ჩემი მიერ შექმნილი ელექტროკარდიოგრაფიის პროტოტიპი გამართულად მუშაობს, იღებს გულიდან წამოსულ ელექტრულ სიგნალებს, გამოაქვს LCD ეკრანზე. ამასთანავე მას აქვს მომავალი შეწყობინება, როდესაც გულის რიტმი ნორმას გადაცდება და პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ის გამოსცემს მომავალ შეწყობინებას. ასევე ისიც გავითვალისწინებ, რომ ყველა ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს სმენა და დავამატეთ შუქ სიგნალიზაცია, წითელი და მწვანე ლედები. წითელი ლედი აინთება მაშინ, როდესაც გულის მუშაობა ნორმას გადაცდება და შედეგი საყურადღებოა. მწვანე ლედი კი ნორმალური შედეგისას მუდმივად ანთია. რა თქმა უნდა, ყავს სამაგალითო მეცნიერი და ჩემთვის ეს ადამიანი არის ვილიამ ეინჰოლმი. როდესაც ელექტროკარდიოგრაფიის პროექტზე მუშაობა დავიწყე, რა თქმა უნდა, ელექტროკარდიოგრაფიის ისტორია შემისწავლე და აღმოაჩინე, რომ ვილიამ ეინჰოლმი არის ადამიანი, რომელმაც მოიფიქრა, განსაზღვრა და შექმნა ელექტროკარდიოგრაფიის სიგნალის ამოღების მეთოდი. ჩემს მომავალს მეცნიერებაში მიზანმიმართულად და პერსპექტიულად ვუყურებ. ჯერ არა ფიზიკის, მედიცინისა და ინჟინერიის გადაკვეთაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შემიძლია და დიდი სურვილი მაქვს ამის. მინდა რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მაინც ჩავიტანო წვრილი, ჩემი ცოდნით, ჩემი გამოცდილებით და ჩემს მიერ შექმნილი მოწყობილობებით. მეცნიერებას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს სამყარო და ამას უკვე აკეთებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ შეუძლებელი თვალით თუ როგორ ვითარდება ტექნოლოგიები და როგორ ვითარდება ჩვენი ცხოვრება. მინდა რომ
პატარა გოგონებმა ჩემთან ისწავლონ იყვნენ აქტიური და არასოდეს დარებდნენ. ყოველთვის ის თავიანთი მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.